ლიტერატურა და პოეზია გვანახებს თუ როგორ შეიძლება ერთის მხრივ შენ გახდე ლექსის ნაწილი, ანუ დაკარგო თვითობა, ანუ არსებობა ესე დავარქვათ და არა ლექს წერდი, არამედ ლექსი წერდეს შენ, ესე ვთქვათ. შენ იყო იმ სიტყვის, არა შენ ხარ იმ სიტყვის მატარებელი, მაგრამ სიტყვა შედი მატარებელი და ამ დროს შენ ხრები ფიზიკურათაც და სულიერათაც პრაქტიკულად და ეს შევხედოთ სიგიჟის ტოლფასია, პრაქტიკულად წდები სრულ რეალობას და გვარი კვტომის ნაწილია და მეორე მხარეა, როცა მე ლიტერატურა და ლექსი, ლიტერატურა და სხვა სახელშემოქმედება მტოვებს რეალობაში, ანუ არ ვდისოცირდები, არ ვიხლიჩები, არ გავდივარ, ცოცხალი ვარ, ფუნქციონირებ და ეს არის საშუალება იმისა, რომ შემინარჩუნო სიჯანსაღი. იმიტომ რომ ამ დროს მე იმ ორომტრიას რაც ჩემს, იმ ქაოსს რაც ჩემს თავში არის, რასაც შემოაქვს ჩემი ესე ვთქვათ, გაახლეჩა რეალურ სამყაროსაგან, გადამაქვს ფურცელზე, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან უხეშად უტრირებ ახლა, გადამაქვს ფურცელზე იმისათვის, რომ ერთი რომ გავთავისუფლდე, სრულად გავთავისუფლდე ამ პროცესისაგან იმ მომენტში და მეორე რომ ის რაც ვერ დავტიო ტექსტში. თქვა სიტყვა, რომელიც სარწეიშლება, არ გაქრება. თუ თქვენ ბავშვობაში ან ოდესმე გიწერიათ და მე წაიკითხიათ, რაღაცა წლების მერე წაიკითხიათ, საკმაოდ ამბივალენტურ განცდებს ბადებს, ანუ ორი გვარის განცდებს ბადებს. ეს რაც ისულელებს წერდი და მეორე შეიძლება ისეთი განცდები წამოიღოს, რომ ეს როგორ გადავიარე, ეს დამეხმარა და რაღაცა ახალი დაბადოს შემოქმედებითობის სახით. და ზუსტად ამ პროცესში ტერენტისთვის პრაქტიკულად ლექსი არა როგორც საშუალება რეალობაში დარჩენის გახდა, არამედ როგორც სიცოცხლის არსი. ანუ თავად სიცოცხლე გახდა. ანუ ის თუ არ არის, მე არ ვარ. თუ ჩემი ლექსი არ არსებობს, მე არ ვარსებობ. იმიტომ რომ იქ არის ერთი მომენტი, სადაც საკუთარი თავის გამდიდებას ახორციელებს და ამბობს, რომ ჩემი გვარი ლექსში დარჩება. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მე არ ვქრები, მე არ ვკვდები. იმიტომ რომ განცდის დონეზე იმ პერიოდში, სადაც გქონდა ეს სიკვდილის განცდა, დასრულების განცდა.